შიბლა ბოღმიანი ელარჯი სანამცხელია. დიახ, ამ ვიდეოში ყველაზე უცნაური სახელების თაერლისტს შემოგთავაზებთ. სხვათა შორის ვიდეოს იდეა ერთ-ერთმა გამომწერმა მომაწოდა, რისთვისაც მადლობას გიხდი. თუ მსგავსი ვიდეოს იდეები გექნებათ, კომენტარები არ დაიშუროთ. სხვათა შორის ახალი სერია 30 დეკემბერს დაიდება. რომ მზად იყავით პრემიერისთვის. ახლა კი დავიწყოთ. სახელების ლისტი შემდეგ კლასებათაა დაყოფილი. C კლასი. ნუ კარგი ჯანდაბას. ბოლოს და ბოლოს შიბლა მაინც არ ქვია. B კლასი. ხმამაღლა რომ ამბობ, სული გტკივა. A კლასი. ვინმე აწალებდათ რომ გაჩვდნენ? და C კლასი. სკოლაში მისვლას შკურკაზე გასტრიალება გერჩივნა. აი წარმოიდგინე, გია ცალყვერაშვილი რომ ქვია და სკოლაში მიდიხარ. ეს ალბათ იმ დონის ცხოვრებისეული ტრამვა იქნება, რომელსაც ჰიპნოზური თერაპიაც კი ვერ დაგავიწყებს. კარგი, ამ ყველაფერში ისაა, რომ ზოგიერთ პერსონაჟზე და მათ წარმომავლობაზე რაღაცებს შევიტყობთ კიდეც. ასევე ისეთი სახელები, როგორიცაა ჯუჯალზაპუტ კირტუ პაჩუნი, არ ჩაითვლება, იმიტომ რომ უცხო პლანეტელია და რავი, კაცმა არ იცის. იქ შეიძლება ეგ სახელი ისევე ჟღერდეს, როგორც საქართველოში გიორგი. მაშასე დავიწყოთ. პირველი სახელი. ტრაკ ჩაბანაშვილი. სხვათა შორის ბატონი ტრაკის გვარი ასობით წელს ითვლის. ჩაბანაშვილები ერთ დროს სამეფოს ამაყი ჩამბანებიც კი იყვნენ მეფის კარზე. მათი გვარიც აქედან გამომდინარე წარმოიშვა. მათ ჩაბანილი ყავთ არაერთი მეფე, უფლისწული, კარგ შემთხვევაში კი დედოფალიც. ბევრი ლაპარაკის გარეშე მიუჩინოთ საკადრისი ადგილი ეს კლასში. შემდეგი სახელი ყვერებუს სპეინი. ბატონი ყვერებუსი ერთ-ერთი პროფესორია თარსულას მაგიის სკოლაში. მისი სახელი კი პირდაპირ მაგიასთანაა დაკავშირებული. ზოგადად ჯადოქრების მაგიის წყარო გულიდან მოდის, თუმცა ყვერებუსის დაბადებისას აღმოაჩინეს, რომ მისი მაგიის წყარო პირდაპირ კვერცხებიდან მოდიოდა და ეს სახელიც სწორედ ამიტომ შეარქვეს. მერტო ძალიან მიყვარს ჩემი საქმე. ბატონი სპეინი, ჩემი აზრით, A კლასში ყოფნას იმსახურებს. ფსიხი ნიახურაძე, იგივე ხრინტატორი. იცი რა, ამაზე ბევრ დროს აღარ დავხარჯავ. პირდაპირ C კლასში განვაწესოთ, იმიტომ რომ სხვებთან შედარებით მაგის სახელი, რავია, ჯანდაბას. ჰიპოკლიტორამუს გაზაძე, იგივე კუილმასტერი. მე კუილმასტერი ვარ. კუილით ვუკრავ მუსიკას. ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისი სახელის წარმოთქმაზე სული მტკივა. ასე რომ მიბრძანდით B კლასში და ძალიან გთხოვთ რა, აქაც სულს ნუ დააყენებთ, კარგი? შემდეგი სახელი ბეშქენ სასწორდღანიშვილი. ბატონი ბეშქენის გვარის წარმომავლობა რთული მისახვედრი არ უნდა იყოს, ვინაიდან მის გვარს განსაკუთრებული და ასე ვთქვათ სპეციფიური მიდრეკილება ჰქონდათ სასწორების მიმართ. არა. არ შემიძლია. ვიდეოს დამიბლოკავენ. პირდაპირ ეს კლასში, bro. ოლიკარპე ჯამტლეკიაშვილი. კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ამომავალი ვარსკვლავი, დათარსულების ნამდვილი გული და სული. ჯამტლეკიაშვილებს მიაჩნდათ, რომ ჯამი ბოლომდე უნდა გაგეთლიკა, თორემ მე მახინჯი ცოლი ეყოლებოდა. გვარი სწორედ ასე შეიქმნა. თუმცა თუ გავითვალისწინებთ ფაქტს, რომ პოლიკას მამას ბატონ დევის სახე ტრაკს უგავს, გამოდის რომ ჯამის ლეკვა მთლად ვერ დაგეხმარება, იცი? ნიავიაბა, ბევრად უარესი სახელები გვსმენია დათარსულებში, ამიტომ C კლასში ამაყად შეგიძლია დადგე პოლიკ. დღეს ნამდვილად გადამირჩი. ჩემი პერსონალური ფავორიტი, ანტონ კუტუწელია. მომკალი და ჩემი აზრით ეს სახელი ყველაზე სასაცილოა დათარსულებში. მისი გვარის წარმომავლობაზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან როგორც დათარსულების სპეშალ ეპიზოდში გაირკვა, ბატონი კუტუწელია თურმე სოიო ყოფილა. მის ბექსტორის კი ჯერჯერობით საიდუმლოდ დავტოვებ. ბატონო ანტონ, დაიკავეთ კუთვნილი ადგილი ეს კლასში. ბოლოს კი მინდა თარსულას თითოეულ მაცხოვრებელს მივმართო. თქვენ კეთილებს ვეხახუნე ხელებ გაშლილმა. დრაკო მალფოი. თავიდან მისთვის დრაკო უნდა დაერქმიათ, თუმცა მშობიარობის დროს მამამისი კაპოძე გაშლილ სუფრაზე ისე დათვრა, რომ ეგთანს დედა აგინა. გაბრაზებულმა ეგთან მას კი შურისძიების მიზნით სახელში ტრაკო ჩაუწერა. სხვათა შორის პირველი 2 წელი ეს არავის შეუმჩნევია, ამიტომ მოდი პირდაპირ A კლასში გავუშვათ, იმიტომ რომ რა ვიცი, ვინმე აძალებდათ რო აჩენდნენ? ნია ვიცი. შემდეგი სახელი შიბლა ბოღმიანი.
მისი სახელის და გვარის წარმომავლობაზე არ ვისაუბრებ და პირდაპირ გეტყვით. მას ეს სახელი იმიტომ ქვია, რომ უბრალოდ ბოღმიანი შიბლაა. მიეწუწეთ ეს კლასში და თქვენი აზრებით დიდათ ნუ შეგვაწუხებთ ხოლმე. შემდეგი სახელი შუტელი ყლაპიაშვილი. ისე ამ ხალხმა არ იციან, რომ შეუძლიათ სახელი გადაიგეთონ. რავი. შუტელი ძალიან წააგავს სიტყვას, რომელსაც შეგნებულად არ ვიტყვი. თან ყლაპიაშვილიო. ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ ეს სახელი და გვარი პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. იმიტომ რომ შუტელს ცოლი გაიქცა და რა ვიცი, პირდაპირ მნიშვნელობით რომ ასაგები რომ ანუ ხო აღარ გაიქცეოდა მაშინ. ნუ მოდი პირდაპირ ეს კლასში bro. შემდეგი სახელი გვიდონ აყლიშვილი. გახსოვთ გვიდონი, ადამიანი რომელიც კინაღამ მოჩვენებამ იმასქნა. რა ვარ გამემეწყადა მაგისტეტამ შემოდის ერთხელ ოთახში მიჯდება იქანა ლოგინთან ხელს მადებს მუხლზე და მეკითხება გაღიმებული სახეა გევიხადო მისი მენტალობის მქონე ადამიანისთვის გვარი ბაყლიშვილი საკმაოდ რთული ასატანი უნდა იყოს თუმცა ადგილს მაინც ბიგლაში მიუჩენდი შემდეგ ძალიან საინტერესო სახელი მოდის ეფსია დირექტორი სერიოზულად გეუბნებით, მსგავსი სახელით და გვარით მართლა შეგიძლიათ იპოვოთ ვინმე სამეგრელოში. თან დირეის ერთადერთი გოგოა, რომელმაც შეძლო და პოლიკა შეაყვარა თავი. რომ თქვა დიდად ხასიათი აქვს გამოკვეთილი თქო, არა, მაგრამ ისევ იმ თეორიას მივაწვეთ, რომ მეგრელებს ყველაზე ლამაზი გოგოები ყავთ. მაგრამ ეფსია დირექტორი მაინც დამეტანია რა, მივბრძანდით ეს კლასში. მე რაული ვარ, ყარაყაული. რაული, ყარაყაული. პირჟავიკების უფროსი. ხო, ვიცი. ამ სახელში არაფერია ისეთი, უბრალოდ რატომღაც ყველა გაგონებაზე მეცინება. ამ ვიდეოს მის გარეშე ნამდვილად ვერ ჩავწერდი. ბატონო რაულ, თქვენი ადგილი სიკლაში მოიძებნება. ია, ცალყვერაშვილი. ოღონდ გვარია ეგეთი ისე ორივე აქვს. გამარჯობა, მე შუტელი ვარ, ყლაპიაშვილი. მე გია ცალყვერაშვილი. ოღონდ გვარია ესეთი. ისე ორივე მაქვს. ორივე? ყვერი, გასაგებია. მაგრამ აქვს კი ორივე. ეს კიდევ საკითხავია. მისი ისტორია საკმაოდ ტრაგიკულია. გიას მამა თავიდან ორყვერაშვილი იყო, თუმცა შემდეგ ცალი კვერცხი გაყიდა და აღებული ფული რულეტკაზე წააგო. თუმცა ცალყვერიანობამ არც კი შეაკრთო და მეტიც, ყველასთვის რომ მეჩვენებინა, რომ სიამაყე არ დაუკარგავს, გვარი ცალყვერაშვილად გადაიგეთა. ბატონო გია, მიბრძანდით A კლასში. მისდეთ და შევედი, ვინც არ არის ძმაო, გავაძრო ნაჯახი. გია, რა გაყვირებს ბიჭო? ჩაიჯვი. ეგი ვინა, ბიჭო? გია, კაირა ბიჭო, რა კაირა. უი ძმა, გეთქვა და არ ჩავიჯოდ. ელარჯი სანამსხელია, ამაზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მართალია. ელარჯი ცივიც კაია, მაგრამ იქამდე ჭამოჯობია, სანამსხელია. ბევრი საუბრის გარეშე მიბრძანდით B კლასში. ეს პერსონაჟი ვიცი რომ ბევრს გიყვართ. გაიოს ღობეგლეჯიაშვილი. შენი გაიოს ყველაფერი შენი ბრალია. რა გინდა კაცო? ახლა კრისტალბეთ ეროვნულ ლიგას უნდა ვუყურებდე. ან YouTube-ზე ვნახულობდე რაღაცას. ან ახალი PlayStation-ისთვის თამაშობდე, მაგრამ არა. გაიოს მაიჩემა რომ ყველა უნდა გადავარჩინოთ. ისა, ნე. კი ვართ ახლა სიზმრის თამაშებში გაწოვილები. რა ჩემი ბრალია კაცო? დაძინებას არ აპირებდი? როდა დაგეძინა მაინც თამაში მოხდებოდი და ცოტა ჭკუა დაატანე ხოლმე სანამ რამეს დავამბრალებ. ანუ მე ვარ დებილი? ხო, დებილი ხარ. ხო და შენი ჭკვიანი კარგი მოდი აქა. თავს მოგაჭამ ბიჭო. ამოყვედი ყელში შენი სიცილელები. გაიოზის წინაპრები ადრე ორად იყოფოდნენ და მეზობლად ცხოვრობდნენ. ერთი მხარე ღობიშვილები იყვნენ, მეორე მხარე გლეჯიაშვილები. ყოველღამე გლეჯიაშვილები ღობიშვილების გაკეთებულ ღობეებს გლეჯდნენ, რაც დიდ ფინანსურ ზიანთან იყო დაკავშირებული. ამიტომ ორივე მხარემ თავისი შვილები ერთმანეთზე დააქორწინეს, მეზობლებს შორის პრობლემას აღმოფხვრეს და ასე შეიქმნა გვარი ღობეგლეჯიაშვილი. გაიოს მაგაცო, მიდი სიკლასში შეუბერე. და ვიდეოს დასასრულს განდრონი. არც კი ვიცი ამაზე რა ვთქვა. არც ის ვიცი რატომ, ან როგორ. ამ პერსონაჟის ნამდვილი სახელი არასდროს გაჟღერებულა, მაგრამ არ მაინტერესებს ეს სახელი ნამდვილი S კლასის კვიდრია. ბატონი განდრონი სხვადასხვა ორი ვიდეოა S კლასში იმკვიდრებს თავის თავს. და აი, ბოლოშიც გავედით. მითხარით რომელი სახელები დააკლდა ამ სიას და რომელ კლასს მიუჩენდით მათ.
ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ 30-ში ახალი სერია დაიდება, რომელიც მეხუთე სეზონს დააფინიშებს. ასე რომ, მშვიდობით არა, ნახვამდის.